მებრძოლი ლურჯ კუთხეში იოანე შონია არის 14 წლის იოანეს სიმაღლეა 170 სანტიმეტრი იწონის 80 კილოგრამს იოანე ვარჯიშობს კლუბ დავითიანში თბილისი საქართველო იოანეს მეტოქე წითელ კუთხეში დიმიტრი კუჩუა არის 14 წლის ასევე არის 170 სანტიმეტრის სიმაღლეში იწონის 80 კილოგრამს და წარმოადგენს ქირიას საბრძოლო აკადემიას დიმიტრი კუჩუა მეგობრებო ეკა მინდა აუგნიშნო რომ ეს მებრძოლებით იცნობენ ერთმანეთს რამოდენიმეჯერ არიან შენახვედრი ისინი სხვადასხვა სამოყვარულო ბრძოლებზე კუდოსა და ტაილანდურ ტვინში ორი ბრძოლა მათ ნახი და ესეც გონია რომ ახლა სანახაობრივი ბრძოლა იქნება იცნობენ თან ერთმანეთს და იმუშავებენ ერთმანეთის კარგ თუ ცუდ მხარეებს აიწყო ავიდა პირველი რაუნდი ცდილობს იოანე შეუმციროს დისტანცია და ცენტრი დაიჭიროს ცენტრი უჭირავს ახლა იოანეს შონიას კუჩუამ გახსნა მარცხენა ეხიტანში პრესავს ჯერჯერობით იოანე თითო დარტყმებით მუშაობს თუმცა მიზანს აღწევს ეს დარტყმები სპინინგმა ვაში უნდა ახლა მაგრამ ამ წონაში ამას დიდი ენერგია მიაქვს მაგრამ თუ მოარტყა და მეთანხმები რომ ტონაჟიც მეტია დარტყმის ძალას მეტი აი გუჩუა სერია ორივემ გაატარეს ახლა დარტყმები თუმცა ცდილობს გუშუა დაპრესოს მოწინააღმდეგე სერიულ დარტყმებში მაღალ ტემპში მიდის ახლა ორსავდოა სიბრაზეც შეეტყო გუჩუას იოანე კი უფრო კონცენტრირებულად გამოიყურება ფოკუსირებული არის ცდილობს აიმე გამოიჭიროს მოწინააღმდეგე ჩიდა ლოუკებს მუშაობს იოანე ტემპი ოდნავ დავარდა მაგრამ ისევ გუჩუა სერია აი სერია უნდა თუ და ახლა ტრიალში იოანესგან ნუ არყა დაბლოკა იოანე გუჩუამ დაბლოკა თუმცა მიზანს მიაღწია ხო სერია კარგია ორივე მებრძოლი აფეთქებები ახასიათებს ხა გუჩუას რასაც ვაკვირდებით მომენტებს შორის სერიულ დარტყმებში იოანეს რა თქმა უნდა პასუხობს შეძლებს დაგვარად ამ დარტყმას მეორე ნომრად საკმაოდ კარგი რაუნდი იყო სტილიც მივხვდით ხა რომ მებრძოლს როგორი სტილია გუჩუა შედარებით არის უფრო სერიაზე აფეთქებებზე იოანე ცივსისხლიანად დგას და ელოდება მოწინააღმდეგეს ზუსტი დარტყმებით შეიძლება წონიდან გამომდინარე ისეთი სისწრაფი არ ქონდეთ მებრძოლებს როგორც ვიხილეთ თუნდაც წინა სამ ბრძოლაში თუმცა უნდა გამეთანხმებით რომ დარტყმის ძალა ბევრად უფრო მეტია და ბევრ ენერგიასაც მოიწვია და ერთი დარტყმის გატარებაც დიდროს იქონიებს მებრძოლებისთვის აიწყო მეორე რაუნდი ცენტრი დაიკავა ჯერჯერობით ორივე მებრძოლმა კარგი სერიული დარტყმები ახლა გუჩუაზენ გაუტარა რამოდენიმე დარტყმები იოანეს ცდილობს იოანე დაიჭიროს ცენტრი და ჯებებით დაამუშავოს მოწინააღმდეგე აი მარცხენა ჩუდანი ახლა იოანესგან
ველოდებიან ერთმანეთს, ორივე ფრთხილად არის. არც ერთს უნდა შესვენის დაშვება. ცდილობს გუჩუა ისევ წინ წავიდეს. კარგი ოვერჰენდი აქვს. გუჩუასგან. ახლა არ კარგი ჩანაფიქრი იყო იოანესგან, თუმცა არ გამოუვიდა ეს. გუჩუა უფრო შეკრული დგას, იოანე head movement-ზე მუშაობს უფრო. ოდნავ დაღვა შეეწყოთ ეხლა მებრძოლებს. ლოუკით გახსნა, თუმცა იოანემ მარცხენა ჰუკით უპასუხა. წონის მიუხედავად ფეხებსაც საკმაოდ ხშირად იყენებენ მებრძოლები. აი კიდევ ფეხი. კარგი დარტყმა გაატარა ახლა იოანემ. ანიშნებს საჭს რომ ეფაში მოხდა. ეფასთან იყო. კარგი ლოუკიქია გუჩუაზე. კარგი მაიგერი გუჩუაზე გაატარა ეს ფეხი. კარგი ჩანაფიქრი იყო იოანესგან. კრეატიული იყო, თუმცა მოყვარულ სპორტსმენებს, სირიოზულმა სპორტსმენებს თავი გამოიჩინონ ამ სამოყვარულო ლიგაში. გამოცდილებაც მიიღონ. გამოცდილება მიიღონ და გამოცდილებასთან ერთად და თავის გამოჩენასთან ერთად და ასაკის მატებასთან ერთად, როდესაც ისინი სრულყოფობას მიაღწევენ, უკვე გადაინაცვლებენ Max White-ის უფრო დიდ ლიგაში. აი ხოლო დასაწყისია ჯერ კიდევ 6 ბრძოლა გვაქვს დარჩენილი, აქედან 3 არის პროფესიონალური. შევიდეთ მესამე რაუნდიც ამასობაში. ხუთში უნდა და ახლა იოანეს კრეატიულობასაც არ აკრევა. და კარგი მარჯვენა ოვერჰენდი ახლა. ამას იგრძნობდა გუჩუა იოანესგან. კიდევ ერთხელ იოანესგან. აი გამოჭერაზე არის და კარგად გამოსდის თავის ჩანაფიქრს, კარგად ახორციელებს ახლა იოანე. ახლა უნდა დამშვიდდეს ცოტა გუჩუა, რომ შედარებით ფოკუსირება მოახდინოს მოწინააღმდეგეს. აი ამზადებს იოანე მარჯვენა კროს, მარჯვენა ოვერჰენდს. კი, რადგან გადის ეს. კარგი კომბინაცია იყო. ახლა იოანემაც გაატარა. პრესავს გუჩუა ესე. ნახოთ, ბევრი იქნება ამ რაუნდზე დამოკიდებული ნამდვილად. და აი კიდევ ერთხელ გაუტარა ახლა იოანე. დარტყმები აქვს ბიჭებს ასაკთან შედარებით. აი უნდა დაუკვირდეს გუჩუა მაგ დარტყმას. კიდევ ერთი მცდელობა. კარგი კრივის ტექნიკა შემოგვთავაზა ეხა იოანემ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. გუჩუა ისევ წინ მიდის. ნამდვილად კარგად მუშაობს იოანე. ორივე ატარა ახლა იოანემაც ძლიერი კოროსი გუჩუასგან. არა, მართლა თავს არ ზოგავენ ბიჭები, ორივე უძლიერეს დარტყმებს ატარებს. კიდევ ერთი ჰედკიკი. თითქოს აი კონდი ნოკდაუნში არა შემოატრიალასავით გუჩუამ რაღაც უპირატესობა. ორივე ძალიან მაგარი რაუნდი იყო. აი შესანიშნავი ბრძოლა შემოგთავაზეს. მართლა საჩემპიონო რაუნდი იყო ეს ბრძოლა. ამ საგამოს უნდა უყურდებით პირველი შემთხვევები იყო ასეთი ძლიერი დარტყმის მიღების, როდესაც იგრძნეს მებრძოლებმა ერთმანეთის დარტყმული. და მიუხედავად ასეთი ძლიერი დარტყმისა მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ არ შეიმჩნია ეს დარტყმა. მინდა ვთქვა, მეგონი ასეთი ჩვენი იმსახურებს მეტ ემოციის გამომჟღავნებას.
ნახოთ საჯები როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეიძლება დამატებითი რაუნდიც ვიღოთ. არ არის გამოვიდა. ნახოთ, აბა. ძალიან მაგარი შემოგთავაზეს და ორივე მებრძოლმა ძალიან პოლი არ დაუდო სისასტიკით ერთმანეთს. სავსე და ვაშკაცურ ორთაბრძოლაში, სადაც ორივე მებრძოლმა თავი სათანადოდ გამოიჩინეს. დავაფასოთ მებრძოლები. საჯებმა გადაწყვიტეს, რომ გამარჯვებული არის ვინ? გაიყო რომელ მებრძოლს პრომეთი გულშემატკივარი ორივე მებრძოლს რა თქმა უნდა ეს გულშემატკივრებზე არაა დამოკიდებული, შედეგი არის საჯებზე. ყველას ფიქრობ. ხოლო საჯები ფიქრობენ, რომ გამარჯვებულია დიმიტრი კუჩუა. ორივე მებრძოლს შესანიშნავი ბრძოლა შემოგთავაზეს. მართლა ასაკთან დავაფასოთ იონეს სტანდარტება ამ ბრძოლაში და აპლოდისმენტებით გავაცილოთ. ხოლო მე დიმიტრისთან ვარ. ბრძოლა შემოგთავაზა. დიმიტრი, მე როგორც გულისხმობს უკან მითხრეს, ეს იყო ძალიან პრინციპული დაპირისპირება შენთვის. ანუ რევანში სტოლფასი. აღებულია თუ არა რევანში პირველი მაინტერესებს და მერე რა გეგმები გაქვს? დიახ, აღებული მაქვს. ასე ვაკეთებ გაგრძელებას, რომ მოვიგო ხშირად. ასევე მინდა გადავხადო მადლობა ჩემს მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, გუნდელებს, ძმაკაცებს და ასე შემდეგ. შესანიშნავი. გეგმები დაგვიკონკრეტე, ესე არ დაგტოვებ. როდის შხუბობს შემდეგს და ვის დაუპირისპირდებოდი სურვილის დონეზე? ჯერჯერობით არ ვიცი ხა ვის მინდა დავუპირისპირო, მაგრამ კიდე ვაპირებ ზაფხულში ვიჩხუბო და მოგებას ვაპირებ. შესანიშნავი გეგმებია. აპლოდისმენტები, მიულოცოთ გამარჯვება დიმიტრი კუჩუას და გავაცილოთ აპლოდისმენტები.